ღიად ანტიისრაელური რადიკალურად მემარცხენე ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აბრძელებს ებრაული თემების აღელვებას ნიუ-იორკის რეიზ რეგიონში. მისი კამპანიის განმავლობაში მან ამომრჩევლებს მიმართა იმით, რომ დაემუქრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაუს დაპატიმრებით თუ ის ნიუ-იორკში ჩამოვა. შემდეგ გასულ კვირას მან კამერასთან განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ომის დამნაშავეა, მაგრამ აღიარა, რომ როგორც მერს მას არ აქვს ძალაუფლება დააპატიმროს ისრაელის ლიდერი. თუმცა ბოლო გამოკითხვის მიხედვით ნიუ-იორკელი ებრაელების 44% დადებითი შეხედულება აქვს მამდანის მიმართ. და სინამდვილეში ის უფრო პოპულარულია ვიდრე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მათ შორის არის ჩვენი შემდეგი სტუმარი, რომელიც ნიუ-იორკიდან გვიერთდება, ავტორი და პედაგოგი რაბინი ებისტეინი. გამარჯობა, სასიამოვნოა ისევ თქვენი ნახვა. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, დიდი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი, მგონი ბოლოს როცა გნახეთ. დიახ, ჩვენ სტუდიაში ვიღავით იაფუში. დიახ, ძალიან დიდი ხნის წინ. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ პირველ რიგში მიდევდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკურად რომ მხარეს ვდახართ. როგორც ებრაელი ნიუ-იორკში გძნობთ ამ განწყობებს, თუ უბრალოდ ცდილობთ, რომ ყურადღების ცენტრში არ იყოთ. და ეს ბევრად უფრო გაზვიადებულია, ვიდრე ჩვენ, რაც რეალურად ხდება ყოველდღიურად. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გულისხმობთ განწყობებში. უნდა ვთქვა, რომ ნიუ-იორკში განწყობები საოცარია. და ვგულისხმობ როგორც ებრაულ საზოგადოებას, ასევე მთლიანად ნიუ-იორკს. არ მოგატყუებთ, არ ვიტყვი, რომ რაიმე ფორმით ან გზით ყურადღების მიღმა ვრჩები. ნებისმიერ შეუძლია გუგუში მოძებნოს და ნახოს ჩემი ურთიერთობა მერთან. პირად დონეზე ვიტყვი, რომ ეს წლებია ვიცნობ. მე ვიყავი რაბინი სინაგოგაში, სადაც ჩვენ ვიყავით პირველი სინაგოგა, რომელმაც მერი გასული წლის თებერვალში მიიწვია, შაბათის მსახურებაზე მოვიდა. ეს ძალიან ლამაზი იყო და ასევე უბრალოდ გამჭვირვალობისთვის მე მერის გარდამავალ გუნდშიც მსახურობდი. ძირითადად მუშაობდი გენდერული იდენტობის დამადასტურებელ ზრუნვაზე და ვფიქრობ, ჩემთვის კარგი მაგალითია იმისა, რასაც ვფიქრობ ქალაქზე ფიქრისას, რომ ებრაული საზოგადოება ჩემი პირველი სახლია, ჩემი მეორე სახლია, შეიძლება მესამე სახლიც. ეს არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქში. ყოველ შაბათს სინაგოგაში ერთხელ ან ორჯერ მივდივარ და მე ვარ ებრაული თემების ნაწილი მთელ ქალაქში. და ამავე დროს ებრაული საზოგადოება არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რაც ქმნის ამ ქალაქს. და ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ როგორც ებრაელები ვაწყდებით, ბევრად ცდება იმას, რასაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ებრაულ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. და ვფიქრობ, რასაც ტრანზიციის პერიოდში ვაკეთებდი, ამის კარგი მაგალითია. ძირითადად გენდერული იდენტობის დამადასტურებელ ზრუნვაზე გავამახვილა ყურადღება, სადაც საკმაოდ დიდი წარმატება გქონდა. ახლახან მივიღეთ $18 მილიონი გენდერული იდენტობის დამადასტურებელი ზრუნვისთვის, რომელსაც ფედერალური მთავრობა უპირისპირდება. ეს ისა, რაზეც ტრანზიციის პერიოდში მუშაობდი. ჩემთვის ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია და ვიტყვი, რომ ვარ ებრაული საზოგადოების, ქვიარ საზოგადოების და ასე შემდეგის ნაწილი. ამიტომ მნიშვნელოვანია უბრალოდ თქვათ ეს. ებრაული საზოგადოებისათვის, როგორც ყველა სხვა ნიუ-იორკელისთვის, ყველაფერი ამაზე არ დაიყვანება. დაივიწყეთ ბიბი. ყველაფერი ისრაელზე არც კი დაიყვანება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრისთვის ჩვენგან ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნაწილია. არსებობს სხვა ასპექტებიც ნიუ-იორკში ყოველდღიური ცხოვრების, რაც ყველას გვხვდება. მართალია. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი ეკონომიკა აშკარად თავის სიტყვას ამბობს, ვფიქრობ, ბევრი ხმა სწორედ ამის გამო იყო, იცი? სხვადასხვა უფასო ავტობუსები ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ როგორც ებრაელი, რომელიც თემსაც წარმოადგენთ, როგორ უთავსებთ ამას ერთმანეთს? ანუ რატომ არის ეს მისთვის და მისი კამპანიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, როცა მას ქალაქის მართვაში უფრო დიდი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი? აი რა არის საინტერესო, ეს არის ის, რაც მინდა ვთქვა. კიდევ არჩევნების დროსაც და ახლაც იგივე ხდება. და ხალხს შეუძლია გადაამოწმოს, დაბრუნდეს და ნახოს ყველა განცხადება, რაც მან გააკეთა. ეს თითქმის ყოველთვის იყო პასუხი იმ ადამიანებისთვის, ვინც მას კითხვებს უსვამდა. მე ნამდვილად ვფიქრობ და ეს ძალიან ძლიერი ფაქტორია, რომ მერი პრო-პალესტინურ მოძრაობაში გაიზარდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არა მხოლოდ ბევრი ნიუ-იორკელისთვის, არამედ ბევრი ებრაელი ნიუ-იორკელისთვისაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ავიღოთ ბრედ ლანდერი, რომელიც ჩემი მეგობარია. თავადაც იმ სინაგოგის წევრია, სადაც მე მუშაობდი და ასე შემდეგ, სადაც მერისადმი მისი დიდი მხარდაჭერა პირდაპირ გამომდინარეობდა იმ რწმენიდან, რომ ყველასთვის არსებობს საერთო ადამიანურობა და ასე შემდეგ. ასე რომ არის ეს ნაწილი, სადაც ეს აუცილებელი არ არის, აქ წინააღმდეგობა არ არის, არამედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბევრ ადამიანს თავიდანვე მოსწონდა მისი პოლიტიკა. მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა და ის იმდენად ძლიერ იყო კონცენტრირებული ადგილობრივ საკითხებზე,
და მე ისრაელში მცხოვრები ადამიანებისთვის და მე ვიტყოდი. ეს საერთოდ რამდენად ეხება საქმეს? მართლა, ანუ არის პოლიციური საკითხები და ეს ყველაფერი რაც რო ხო ესეა. განსაკუთრებით ეხლა როცა 9/11-ის კიდევ ერთი წლის თავი ახლოვდება. ანუ ჩვენ გვაქვს მართლაც მასშტაბური მთელი ქალაქის მასშტაბის საკითხები. ვიცი როგორც ადამიანი, ვინც ნიუ-იორკში 15 წელი ცხოვრობდა. ხო. და ძირიქადად სწორედ ამაზე აქვს მას ყურადღება გამახვილებული. ისევ იგივეა რაც ნეთანიაჰუს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, იგივეა რაც არჩევნების დროს და მე მოუწოდებ ხალხს რომ ამ საკითხსაც დააკვირდნენ, რადგან თითქმის ყველა განცხადება რაც მას გაუკეთებია, ზოგად განცხადებებს თუ არ ჩავთვლით და დიახ მე ნამდვილად ვფიქრობ რომ ნიუ-იორკი გლობალური ქალაქია. ნიუ-იორკში ყველაზე დიდი ებრაული მოსახლეობაა, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პალესტინური და არაბული მოსახლეობაც არის ქვეყანაში. ასე რომ ეს საკითხები ნიუ-იორკელებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თითქმის ყველა განცხადება რაც ისრაელთან დაკავშირებით გაკეთდა, იყო პასუხიდასმულ კითხვაზე და სწორედ ეს არის ესე მნიშვნელოვანი, რადგან თუ ნახავთ იმ რეალურ პლატფორმას, რომელიც მერმა წარადგინა, როგორც პრაიმერის, ისე საერთო არჩევნების დროს და იმ რეალურ ნაბიჯებს, რაც მან გადადგა, ყველა ამაზეა კონცენტრირებული. მის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო კი ეს ისევ და ისევ იყო რეაქცია იმაზე, რომ მას ისევ და ისევ ეკითხებოდნენ ჯერ კიდევ აპირებთ მის დაპატიმრებას. ჯერ კიდევ აპირებთ, მაგრამ ამის მიუხედავად აკეთებს თუ არა ის რამეს, რომ მაინც ჩაერთოს და მიმართოს მათ. გულისხმობ, მან უკვე აირჩია 18 კაციანი სასამართლო კომიტეტი. არც ერთი ებრაელი მოსამართლე. ვიცით რომ ბევრი არიან. და თუ გსურთ სათანადოდ ასახოთ საზოგადოება, ნიუ-იორკელების ყოველი მეათე ებრაელია. ასე რომ 18 კაციან საბჭოში. რატო არა? ანუ რატო არა? რატო გამოტოვა ეს? გონი ეს მინდა კითხოთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც მაგააკეთა მაგალითად, ეს არის გეგმა, რომელიც სინამდვილეში ებრაული ორგანიზაციების მიერ იყო შემუშავებული. კონკრეტულად ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა Jews for Racial and Economic Justice, ესეთი ჯგუფები, როგორიცაა Bend the Arc, რომლებიც ყველა ებრაული არაკომერციული ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერენ და ინვესტიციას დებენ სიძულვილის დანაშაულის პრევენციაში. მაგალითად, ჩვენ გამოვაქვეყნეთ გეგმა, სადაც ქალაქს ვთხოვეთ, რომ ამ მიმართულებით ინვესტიცია 800%-ით გაეზარდა. ეს ინიციატივა პირდაპირ ებრაული ჯგუფებისგან წამოვიდა სხვა ქალაქის ჯგუფებთან ერთად, მაგრამ ეს იყო იმ ადამიანებისგან, ვინც თვლის, რომ სიძულვილის დანაშაულის პრევენცია მხოლოდ პოლიციურ ზომებზე მეც მოითხოვს. ეს მივიღეთ. ბიუჯეტი ახლახან დამტკიცდა და სიძულვილის დანაშაულის პრევენციაში ინვესტიცია 800%-ით გაიზარდა. იგივე მოხდა სხვა ბევრ საკითხშიც. მე ძალიან კარგად ვიცნობ ადმინისტრაციას, იქ ბევრი ებრაელია. ჩემი ძვირფასი მეგობარი რაბინი მირიამ გროსმანი ადმინისტრაციას შეუერთდა როგორც ებრაული საზოგადოების კოორდინატორი. ჩვენ ვაფართოებთ ოფის ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. ამჟამად იქ ორი თანამშრომელია, ეხლა მესამე თანამშრომელს მკვლევარს აღვანენ, რომელიც სპეციალურად ქალაქში ანტისემიტიზმის კვლევაზე იმუშავებს. იქ არა მხოლოდ რეაგირებენ პრობლემებზე, არამედ პროაქტიულად ეკონტაქტებიან საზოგადოებას, რომ მოусმინონ მათ. მერს ასეთი პოლიტიკა ქონდა, რომ შეხვედროდა ყველა ებრაელ ლიდერს, ვინც მზად იყო მასთან შესახვედრად. სამწუხაროდ ძალიან ბევრს ესეც კი არ სურს, მაგრამ მან მე პირადად ვიცი, ნაწილი საჯარო იყო, ნაწილი კი არა. მაგრამ მათ ძალიან ბევრ ებრაელ ლიდერთან გამართა შეხვედრა და მე ზუსტად ვიცი, მისი რეაქციები მინახავს როგორც ტელევიზორში, ასევე პირისპირ. ასევე მინახავს მისი რეაქცია, როცა კერძო ოთახებში ვსხედვართ და ყავას ვსვამთ. ის როცა ამბობს, რომ ყოველი ანტისემიტური თავდასხმა ღრმად აწუხებს, ეს თამაში არ არის. ეს ფიზიკურადაც იგრძნობა, ყველას მივანდობ, თავად გადაწყვიტონ რატო, მაგრამ მე ვხედავ და ხალხიც ხედავს ტელევიზორში, რომ ეს მას ფიზიკურად აწუხებს. ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ხალხმა ტელევიზორში ნახა, რომ ის საჯაროდ ტიროდა, იყო წინასწარი ან საყოველთაო არჩევნების დროს, ზუსტად არ მახსოვს როდის, როცა მას საჯაროდ დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა მან საჯაროდ იტირა. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს ბევრ ჩვენგანისთვისაც მნიშვნელოვანია. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდეო, რომელიც მან გააკეთა, დიდად არ განსხვავდებოდა ზოგიერთი ისრაელი ლიდერის განცხადებებისგან. მაგალითად, ბარაქისა და მოშე იაალონის, რომლებმაც ასევე ბიბი ომის დამნაშავედ დაასახელეს. ეს არ არის რაღაცა შოკის მომგვრელი ამბავი, ღმერთო ჩემო, ვიღაცამ ბიბი ომის დამნაშავედ დაასახელა. ებრაული საზოგადოების ბევრ წევრს ასე სჯერა. ისრაელის ებრაული საზოგადოების ბევრ წევრსაც ასე სჯერა. ამიტომ ეს არ არის ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, როცა ჩვენგან ბევრს იგივე აზრი აქვს. კი, ისტორია. კარგიები, დიდი მადლობა და მომავალ წელს ისრაელში, როგორც ამბობენ, მაგრამ მე ვარ ბარამბა. მე ძალიან მინდა, ყოველთვის მიყვარს სტუმრობა. კარგი, შემდეგ ჯერზე რომ ჩამოხვალთ, შეგვატყობინეთ სტუდიაში დაგპატიჟებთ. ნახვამდის, თავს მიხედეთ. კარგი დღე გქონდეთ.